მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ექსპო ჯორჯიაში, სადაც იმართება ევროპის დღე, სადაც გამოიფინება სხვადასხვა აგროპროდუქტები, ის მწარმოებლები, მცირე და საშუალო მწარმოებლები, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამებით და დღეს განახებთ მოკლედ ყველაფერს. წავედით. მოკლედ მეგობრებო, დღეს არის 9 მაისი 2026 წელი, ასევე დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე და ვინც იბრძოდა საქართველოსდან, ჩვენი წინაპრები, მათ შორის პაპაჩემიც, ყველას მინდა მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო. მოკლედ, ეხლა მივდივართ ჩვენ გამოფენაზე, სადაც უნდა ვნახოთ დავათვალიეროთ აგროპროდუქტები. არხის გამოწერა არ უნდა დაგავიწყდეთ. აი ეხლა გააჩერეთ ვიდეო, გადადით, პატარა ღილაკი დააჭირეთ და მაგით დაგვიჭირეთ ხარი და ვიდეოც დაალაიქეთ. მოკლედ აბა ვნახოთ რა არის გამოფენა. მოკლედ მეგობრებო, აქ არის სხვადასხვა ქვეყნები, აგერ ლიტვა, ლატვია, ნიდერლანდები, ანუ ევროკავშირის ყველა ქვეყანას თავისი სტენდია წარმოდგენილი და საკუთარი ქვეყნის პრეზენტაციას აკეთებენ. მოკლედ ეხა გავიაროთ, ნახოთ კიდე რა ხდება იქით. ეხა გადავინაცვლოთ მოკლედ აგროპროდუქტების სექციაში. მოკლედ აქ არის ბორბალი რა, ეხა დავატრიალებთ. ზაურ შენ რომელ ქვეყანაში მოგზაურებდი, აბა? ესპანეთი? მე ავირჩევ იტალიას. რა დაგვიჯდება? რუმინეთი. მოკლედ რუმინეთში მოგიწევს წასვლა. ვიმყოფებით FAO-ს პავილიონში, ესე რომ ვთქვათ, სექციაში, სადაც გამოფენილია სხვადასხვა ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო მწარმოებლების უნიკალური პროდუქტები, რომელსაც ესე პირდაპირ სავაჭრო ობიექტებში ვერ შეხვდებით. ეს არის უნიკალური პროდუქტები, რომელიც იწარმოება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვარ ტენილი ყველის მწარმოებელთან, ილია ინასარიძე, ანდრია წმინდა, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტი. ტენილი ყველი არის მესხური ტრადიციული ყველი, რომელიც თავისი საუკეთესო გემოვნებით და ურთულეს დამზადების ტექნოლოგიით გამოირჩევა. გემოვნური თვისებებით არის ძალიან წვიმიანი ყველი და ძალიან გემრიელი. რომელსაც ბევრი ფერმერი არ ამზადებს დღესდღეობით. ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ტრადიცია და გავაცნოთ ფართო საზოგადოებას, რომ არც დაიკარგოს და დღევანდელ ცხოვრებაში, ანუ ჩვენი შემოსავლის წყაროც გახდეს. ძალიან გემრიელია რა. მე მინახია ტენილი ყველი, რომელიც რეალურად ტენილი ყველი არ არის. ეს უნდა იყოს ძალიან წმინდად. კი ბატონო. ამოყვანილი ყველი და ცხიმში უნდა იყოს. და ნაღებში უნდა იყოს გაკეთებული. ამასში არაფერი არ უნდა დაგენანოს რა, ყველაფერი უნდა გქონდეს, კარგად რომ იყოს კარგი. არა, ეთყობა კიდეც რა, ისეთია რომ ეგრევე რძის გემო იგრძნობა მოკლედ რა. სად შეიძლება შეიძინონ, დაუშვათ ეხა ჩვენ მაყურებელს დაინტერესებს, სად შეიძლება ვიყიდოთო ეს ტენილი ყველი და სად შეიძლება რომ იყიდონ. ტენილი ყველი ეხლა გვერდი გვაქვს ელია ქვია, არის და იმის სახელწოდებით Facebook-ზე ხო? Facebook-ზე ელია და იქ ნომერიც არის მითითებული ხო? კი ბატონო, ნომერი. და გამონაკლის შემთხვევაში ვისაც გინდა დაუკავშირდით და შეთანხმდებით. შეთანხმდებით მიწოდებაზე. აი ესეთი ფოთნებია. შეფუთული, გამზადებული და ესეთი. აი. მოკლედ აუცილებლად გესტუმრები ანდრია წმინდაში და უკვე ვანახოთ მე როცა იქნება შემოგთავაზებთ ვიდეოს როგორ მზადდება ტენილი ყველი და ასევე ტენილი ყველი არის შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში ამის დამზადების ტექნოლოგიაც და არის ერთ-ერთი გამორჩეული ყველი მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ მსგავსი ყველი ხა ბევრი ყველი მინახავს ევროპის ქვეყნებში სხვაგან, მაგრამ აი როგორც აი ესეთი ტენილი წვრილად ამოყვანილი ნაღებში დავარგებული, მოკლედ ამით უნდა ვიამაყოთ მეგობრებო და რაც შეიძლება მეტმა უნდა გაიგოთ ტენილი ყველის შესახებ, რომელიც არის უნიკალური ყველი მესხეთის მხარეში, კერძოდ აგერ ანდრია წმინდაში ამ შემთხვევაში და მოკლედ დავაფასოთ ჩვენი ქართული ნაციონალური კერძები და პროდუქტები. ეხლა ვართ უნიკალურ გურულ აჯიკებთან. ნუ აჯიკის გარდა სხვა პროდუქტებსაც აწარმოებს ეს კომპანია ბადიში.
მოკლედ გიორგის გავესაუბროთ. კაი გამარჯობა შენ. როგორ ახარ, აბა? გაიხარე? როდის ჩამოვიდეთ, როდის? თქვენ არხში. როდის ჩამოვიდეთ ზაფხულში შენთან? ზამად, ზაფხულში, იმიტომ რომ ხალი ისენი გვექნება ყველაფერი. ცინცხალი და რა ვიცი, ზაფხულში გაასწორეთ. მოკლედ ზაფხულში დაელოდეთ ვიდეოს ბადიშიდან, აი, გური. იქამდე გაიხსენეთ, სამაგორიაში ჩავხალთ გემო. მოკლედ შენი გემოები ეს ამაგარი წემალი. ამას ხალხს ვალევინებთ. აი ზაურ შენ მოგწონს ტყემას შენ სვამ ხოლმე. ასე ჯერ საგიზელო უნდა თქვა. ჩემთა გურიაში ვაგვაცდები პირველი საგვინოს დალე წევლით უნდა გადაგეგზელები. ემლით თქვათ მაშინ. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და ყველაფერს კარგს გისურვებთ, ერთობას გისურვებთ, აი ხარე. ჯანმრთელობას გისურვებთ და მეტი ქართული მწარმოებელი ადგილობრივი, მეტი სიმდიდრე და დოვლათი უნდა შევქნათ ქვეყანაში, იმიტომ რომ რეალურად ეს სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკის ის დარგი, რომელიც ქმნის რეალურ დოვლათს. ანუ კი, სხვა სფეროებიც არის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ მე ვიძახი ყოველთვის ესე, რომ თუ სოფლის მეურნეობა არ გაქვს განვითარებული, ანუ აი აქაც მაწერია no food, no farmers. ნიშნავს, რომ თუ არ იქნებიან ფერმერები, არ იქნება საკვები და მე რა შეჭამთ მეგობრებო, აგერ ნახავთ. AI ვერ გადაგვარჩენს რა. გაგიმარჯვეთ, გაიხარეთ. მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, როგორც მე მინდა აგრომენის YouTube არხი ვაგრძელო, იმიტომ რომ თქვენთან მეორეჯერ ვარ გადაცემაში, მაგრამ ამასთან ერთად თქვენი გამომწერის ვარ და გიყურებ და მართლა მაგარ საქმეს აკეთებთ. მეც ვადევნებ, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობაში ვარ და ძალიან ბევრ სიახლეებს ვგებულობ და მართლა მაგარი ხარისხის გადაცემა გაქვს რა და უფრო მეტ გამომწერს იმსახურებს და უფრო მეტი გამოვიწეროთ უნდა მეგობრებო. ამიტომ აი ხა შენ რო უყურებ და არ იწერა, ძალიან ცუდ საქმეს აკეთებ. ანუ გვერდში დაგვიდექი. სახურში მოდიხარ ჩემთან გურიაში და იქ მაგარი ამბავი რო არ გახდება. გამოგჩეთ მათ შორის ეს ვიდეო გამოიწერეთ. და კარგად იყავით. ძალიან კაითხევა ეგრე. გოჭი მოითხოვა ეხა ამან. გურიაში გავაყეთროთ. გოჭი არა. გოჭი არა. სამწვანე ხო? ისე ტენილ ყველთან ერთი უნდა გავსინჯო ეგ რა. აი მას დამიდე ცოტა ერთი. ყველთან ეს უნდა გაშინჯო. მოკლედ კომბინაციას ვაკეთებთ ტენილი ყველი, მწვანე აჯიკა, ხო? გურული სუნელი. გურული სუნელი. ხოდა. ავა. სხვათა შორის ის აქ ყოლა კი არა თან ჭადიც მაქვს ამოღებული ჩემი მოყვანილი სიმინდი და მაგაზეც გაგაშინჯებ სპეციალური აჯიკა მაქვს ჭადის მაგარი კომბინაცია იყიდეთ შეუკვეთეთ ტენილი გურული სუნელს ეძახი გურული სუნელი მწვანე კი აჯიკას არ ეძახი არა აჯიკა არის ცხარე რა მაგას გურიაში მოგიყვანოთ თელ ისტორია სატო ქვია და როგორ მზადდება და აი მოკლედ დაელოდეთ ვიდეოს რა ეს არის ჭადი და ჭადის აჯიკა ეს სპეციალური ჭადის აჯიკა აბა მეგობრებო გავსინჯოთ ცხარი არა მაგარი განსხვავებული გემოა აკვდება ერთმანეთს რა ერთმანეთისთვის არიან შექმნილები მოკლედ მეგობრებო როგორც იქნა იუნესკომ აღიარა რომ საქართველო არის ხორბლის სამშობლოც ღვინოსთან ერთად და ჩვენ გვაქვს უნიკალური ხორბლის ჯიშები. მათ შორის არის ახალციხის წითელი დოლის ჯიშის ხორბალი, რომლიდანაც აგერ ბატონი ზაზა აცხობს წითელი დოლის პურს. მოკლედ აი ესეთი პურია. ეს არის მესხური შოთი. აი რო აგვიხსნა ზაზა, აი რით არის უნიკალური წითელი დოლისგან გამომცხვარი პური. აი მოხარებელი როცა მიირთმევს, რა უპირატესობა აქვს ჩვეულებრივი ფქვილისგან? პირველ რიგში ის რომ არის ხალხის სელექციით გამოყვანილი ახალციხის წითელი დოლი. შემდგომ უნიკალური ხდის რომ სოფელში ქვის წისკვილზე, წყალზე დაფქვილია ცეხვილა და მესამე კიდე უპირატესობა იმისა რომ მესხურ ქვის ფურნეში ტრადიციულში შეშაზეა გამომცხვარი. ეს არის მესხურ შოთს ეძახიან, გახრეტილი თითიანი კოკორა ფოდოლა პურებს მესხეთში სხვადასხვა სოფლებში. ხოლო ეს არის უკვე სომინი პური. აი ამის ცხობა ძალიან დიდხანს მიმდინარეობს, დაახლოებით 3 საათი გრძელდება და ინახება დიდხანს. აი ადამიანისთვის თქვათ რა უპირატესობა აქვს? თქვათ მე წავედი მაღაზიაში ვიყიდე ჩვეულებრივ თეთრი უმაღლესი ფქვილისგან მოზელი გამომცხვარი პური, ან ვიყიდე თქვათ აი ეს ყველაფერი რაც ცეხვილი წისკვილზე იფქვება, ყველაფერი თავის გარსი, ყველაფერი ამაშია, ხო? რა უპირატესობა აქვს ჩემი ორგანიზმისთვის? უპირატესობა ნახე ირაკლი ის აქვს, რომ პირველ რიგში ცეხვილი და ახალციხის წითელ დოლ შეიცავს მცირე გლუტეინს. გლუტეინის ნაკლებობა არის. მეორე ის არის, რომ ამ ცეხვილით ყველა კომპონენტი რაც შედის ამ ხორბალში, ის არის ასევე დიეტური და მიირთმევენ როგორც დიეტური პურს.
აი ეს არის ანუ ამისი კუჭნაწლავის სისტემისთვისაც იდეალურია, კი, იდეალურია, იმიტომ რომ კუჭნაწლავის მოწესრიგებას ძალიან ხელს უწყობს. სად უნდა შევიძინოთ? აი ხა ბევრი დაწერს რომ სად ვიყიდოთ? სად შეიძლება შეიძინოთ? თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ახალციხეში, ჩემთან სოფელ ღრელში, ან დაგვიკავშირდნენ და ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ საქართველოს მასშტაბში. Facebook-ზე რა ჩვენ წერია? გვაქვს ესეთი Facebook გვერდი მესხური ფურნე ამბარი. მესხური ფურნე ამბარი ქართულად Facebook-ზე ჩაწერთ, იქ იქნება საკონტაქტო და ზაზას პირდაპირ დაუკავშირდებით და შეთანხმდებით. მოკლედ მეგობრებო, ეხლა უნდა განახოთ უნიკალური ღვინო ასევე, რომელიც წარმოება მარნეულში, ალვერდი. გამარჯობა. მოკლედ რო გითხრათ თქვენი კომპანიის და ღვინის შესახებ. ჩვენ ვართ სულ ახალი კომპანია, რომელიც უკვე ოპერირებს 1 წელია. ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქტს, არ არის ეს ბიო, მაგრამ ვცდილობთ რომ ყველაფერი ისეთ ნორმებში გავაკეთოთ, რომ არაფერი გადაცდენა, არაფერზე მეტი არ იყოს. ასევე ჩვენ ვართ მარნეულიდან, წარმოშობით იმერეთიდან ვართ, საჩხერიდან kezdეთ. მარნეულში რატო გაქვთ ვენახები? სიტყვას დავაკვირდეთ, მარნეული, მარა. ანუ მეგობრებო, მარნეულში მარტო კიტრი და პამიდორი და კარტოფილი არ არის. მარნეული იყო ოდითგანვე ისტორიულად ღვინის, ესე ვთქვათ, ადგილწარმოშობის ერთ-ერთი ზონაა, ხო? დიახ, და სხვათა შორის როგორც ბოლნისი ასევე. დიახ, დასკვნა იყო ეხლა რომ პირველი წიწები მარნეულში იპოვესო და ავიღა. გაგასინჯებთ კაბერნე სავინიონ. კაბერნე სავინიონი. 25-ის. ხო, ეხლა მე ღვინის ექსპერტი არა ვარ, ეხლა ვსწავლობ, მეგობრებო, მაგრამ ძალიან გემრიელი ღვინოა. გავსინჯოთ საფერავი. ო, ნახე არომატი. ო, ბროწეულის ის დაკრავს არომატი? კი, სხვათა შორის და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვენახია, სულ რაღაც 4 წლის არის და რაც უფრო ასაკში შედის, მე მით უფრო იზრდება და მით უფრო ყალიბდება გემოები და არომატები. და სად შეიძლება თქვენი ღვინო შეიძინოს ჩვენმა მაყურებელმა, ვინც დაინტერესდება? გეგმაში გვაქვს რომ შეგავაკეთოთ ჩვენი საკუთარი მაღაზია. მარტო ურბენი არ გვაქვს სიტყვაზე, კიდევ გვაქვს აღჩეული, მარცვლეული, ასევე საკუთარი წარმოების საფლიც გვაქვს, ალკოჰოლური, სპირტის სასმელები. სხვათა შორის ეს არის იტალიური მუხის კაცში დაძველებული, მოიცა გაგაცნობთ. ეს ბრენდი არის, ცოტა ძლიერია. ძალიან ცოტა დამისხე. თან ეხა დაცხა მეგობრებო და მოკლედ ძალიან ცოტა. ეს 40-ია თუ 50? 40 პლუსი. ნე, არც ისეთი ის იყო ძლიერი, როგორც ველოდი. არა, გატყუებს. სასიამოვნოა. გატყუებს ეგრე არა. ნერე იცის. ეხა გადასაღები გვაქვს კიდე და შევიკავებ. მადლობა დიდი. მადლობა და წარმატებები. გამოიწერეთ არქი აუცილებლად. გამოწერილი გაქვს? მოდი შენც გამოიწერე და თქვენც გამოიწერეთ. ახლა გამოიწერეთ. მომბაძეთ გამოიწერეთ, ძალიან კარგი საქმეს აკეთებთ. საფუძველი არის აგრონომია რა და აგრონომია თუ ქვეყანაში არის სუსტი და განუვითარებელი და დამოკიდებული ხარ იმპორტზე და სხვა ქვეყნის პროდუქტებზე, როგორცაც თქვა ვერ განვითარდები, ასე რომ ოფლის მეურნეობა არის ეკონომიკის ყველაზე ელიტარული სფერო. სულ მაგას ვიმეორებ. ასე რომ დააფასეთ მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვართ საინტერესო პროდუქტთან, რომელიც არის ვაშლის ჩიფსები და თამარს გითხავთ, როგორი წარმოება ვაშლის ჩიფსები და რამდენად ჯანსაღია. ჩემპი არის ვაშლის ჩიფსების კომპანია, მდებარეობს გორის რაიონში, სოფელ დიჩში. ჩვენ ვაწარმოებთ ჯანსაღ, ნატურალურ და გემრიელ ვაშლის ჩიფსებს. არანაირი დანამატები არ აქვს, არის შაქარი, არც კონსერვანტები, მხოლოდ არის გამშრალი ვაშლი, უბრალოდ ჩვენი ტექნოლოგია გვაქვს ინოვაციური და შესაბამისად ეს ხრაშუნა, ტექსტურა და სასიამოვნო მისართმევის ნექი არის. არის ჯანსაღი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. შეიცავს ვიტამინებს, თითქმის ყველა 99% ვიტამინები აქვს შენარჩუნებული. ძალიან დაბალკალორიულია, მათ შორის 50 კალორია არის ერთი პაკეტი და სად შეუძლია მომხმარებელმა შეიძინოს თქვენი ჩიფსები? ჩვენ ვართ წარმოდგენილი ევროპროდუქტის ყველა ფილიალში, გროჰაბი, ვაკე და მარშალი, გუდვილში, ასევე ნიკორა მსხვილი ფორმატი. ეხლა ვხედავ ჟოზეს ჩიფს. აი ვისაც ჟოზე გიყვართ, აუცილებლად გასინჯეთ და მიირთვით ჩემპის ჟოზეს სერია. მოკლედ წარმატებებს გისურვებ. მადლობა დიდი. თქვენ არხი გამოიწერეთ, რაც შეიძლება მეტი ესეთი ადამიანი და ესეთი კომპანია და ესეთი პროდუქტი განახოთ. მატყლი რა შუაშია ღვინოსთან? ჩემ მეღვინეობაში ვენახის მატყლით მოვჩირება დავიწყე. წარმოდგენილი მაქვს ვიზუალიზაციისთვის ნიადაგზე მატყლის ფენცევიდან, ვაზის ძირის გარშემო, მატყლის ფიქსაციისთვის ვაკეთებ ნუშის ნაჭურს. ოკეი. და ერთგვარი
მულტშირებაა, ორგანული მულტშირება არის. აი მეგობრებო, ესე იგი მიწაზე იშლება მატყლი, ნუშის ნაჭუჭი ეყრება კი ბატონო. და ეს მატყლი რა ფუნქციას აძლევს? ან გამოშრობისგან მატყლი იცავს? იცავს ნიადაგის გამოშრობისთვის, სარეველები, პარაზიტების პრევენციისთვის და ასევე ტენიანობას უნარჩუნებს ძალიან კარგად და კიდევ ბევრი სხვა დადებითი. მატყლით მულტშირების პრაქტიკა არის დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, მაგრამ არა საქართველოში. ეს ბიოვენახებში მიმართულება, კი, ბიონატრო, თუმცა ყველას შეუძლია გამოიყენოს და არა მხოლოდ ვენახში. ძალიან კარგად შეიძლება ჩაანაცვლოს მატყლმა პლასტიკის მულტშირება. ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე 8000 მოსავალში ვართ წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ასევე ჩვენთან ადგილზე კახეთში. მე დავიწყე ვაზის გაშენება, მესხური ვაზის გაშენება მესხეთში, ახალციხეში და ვაპირებ რომ გავაკეთო ბიოღვინო, სრულად ბიოვენახი და მე უკვე სერტიფიცირების პროცესიც დავიწყო. მისასალმებელია. მეგობრებო, საინტერესო ტექნიკა, ვის ქონიათ შეხება, გამოცდილება, ხსმენიათ, დაგვიწერეთ კომენტარებში და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. მოკლედ მეგობრებო, ესე დასრულდა 9 მაისი, ევროპის დღე და ბოროტებაზე გამარჯვების დღე. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას. მინდა რომ გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო და საქართველო იყოს თანამედროვე ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი და თავისი როლი დაიმკვიდროს მთელ სოფლიოში, მთელ ევროპაში. მოკლედ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, აბა თქვენიც.